ხმაური იყო ყვალის რაიონის სოფელ კუჭედანში ადგილობრივებმა, რომლებიც კერძო მეპატრონეს გაყიდული საზღვრის უკან დაბრუნებას თხოვენ, დღეს ტერიტორიის დაკავება საკუთარი ძალით გადაწყვეტეს. მათ საზღვარზე შემოვლებული ღობე გაანგრიეს და მეპატრონეს სარგებლობა აუკრძალეს. საუბარია 37 ჰექტარ მიწაზე, რომელიც მოსახლეობის განმარტებით მათგან ფარულად გასხვისდა. მათივე თქმით, მოგებული აქვთ დავა სასამართლოშიც, თუმცა მფლობელმა მიწის დაბრუნება მაინც შეცვალა, მის დათმობას არც ფულადი გარიგების შემთხვევაში არ პირებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადება, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკება მათაც ვერ შეძლეს. ინციდენტის ადგილზე პოლიცია მობილიზებული. 4 ძროხით ისიც რო არ ამყავდეთ რით შევინახო, რით ვაჩინო ჩემი შვილები. სად წავიდე დამასაკ მომცენ სამსახურები და არ მინდა იზროხა და ამისი იყოს თუ ესეთი ბატონი ვინ არის რომ თელსოფეს ზედ გადააჭდა. მომცენ ფული 500 ლარი თვეში და არ მინდა ძროხა. ყველას ვიკეთე და ძესაც. მოხნა ღამე და სოფელმა რო გავიგეთ დღეს. აღარ აქვს იმის საშუალება დანარჩენებიც დაინახეთ გააშუქეთ რომ დაწყებული აქვთ მეორესაც ხვალე ის მოხნადა და აღარ დაგვრჩებოდა ჩვენ საძოვარი. მივიღეთ გადაწყვეტილება ეგაშალა ეს ღობე და შეგვერეკა ჩვენი საქონელი. 11 ჰექტარზეა საუბარი, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს რომ იქნება არ მოხნას კერძო მესაკუთრემ და მივიდა იქამდე საქმე რომ უკვე ამ კერძო მესაკუთრეს მოსახლეობა შორის უკვე დაპირისპირება მოხდა.